თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პარალელურად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, გარდა ქალაქის ინფრასტრუქტურისა მნიშვნელოვნად დაზარალდა თელავის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიტბორა ვენახები და ხეხილის ბაღები. თელავის მიმდებარედ დატბორილი მეურნეობები კვლავ დახმარებას ითხოვენ სპეციალისტების შეფასებით. საქართველოში სტიქიური მოვლენების პროგნოზირების სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა რეალური პრევენციისა და ინფრასტრუქტურული დაცვის კუთხით ქვეყანა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშეა. რა არის გამოსავალი და რას ითხოვენ დაზარალებული მეურნეობები? ეკა გაზდალიანი შემოგვიერთდება დეტალებით, ეკა მოგესალმებით და გისმენ. მოგესალმები, ნუცა სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ კრიტიკულია, წყლის დონე ბუნებრივად იკლო, თუმცა მომდინარე მასა კვლავ სავარგულებზე გადის, როგორც ფერმერები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, ბევრ მათგანს ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვადასხვა სამეურნეო შენობები დაუზიანდა და მათი ინფორმაციით 10 ჰექტარზე ბაღები, ვენახები და სხვადასხვა მეურნეობები ნატანის ქვეშაა მოქცეული. ზოგიერთ ტერიტორიაზე მუშაობს ერთეული ტექნიკა, თუმცა მდინარის კალაპოტში დაბრუნება ამ დრომდე ვერ ხერხდება და წყალი ნაწილობრივ კვლავ ბაღებსა და ვენახებში მიედინება. ფერმერები ამბობენ, რომ დაზიანებული ფართობების აღდგენა სავარაუდოდ წლები და სოლიდური ფინანსური რესურსი დასჭირდება. მათივე ინფორმაციით კატასტროფა თელავის ხევის გაჭედვამ გამოიწვია, ხევის წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენების და ნატანის გამო ამოისვა, მოსულმა დიდმა ნალექმა კი გაუწმენდავი კალაპოტი ვეღარ გაიარა, რის გამოც წყალმა ხელოვნური მდინარე შექმნა, რომელიც შემდეგ უკვე ვენახებსა და ბაღებში შევარდა. მესამე დღეა უკვე დილა გაფენდა და დღეს გამოვიდა რა და შეიძლება ეს ფაქტორი არ იყოს ამ ამბავს. ანუ არავინ არ მოვიდა პროფესიონალი ადგილზე რომ შეეფასებინა რა საჭიროება იყო. რა ტიპის ტექნიკა ჭირდებოდა იმას რომ ვთქვათ მინიმუმ ეს წყალი უკან დაებრუნებინა. წარმოიდგინეთ გვაქვს ხა ეს ტრაქტორი საერთოდ ეყოფა თუ არა, ანუ ეს წყალი კიდე აგრძელებს დინებას. შეიძლება რაღაც შუა დღისკენ გითხრან რომ აუ ეს ტრაქტორი არ ყოფნის ამას და რაღაცა ახალ ტექნიკას ვეუბნებით. ის ტექნიკა როდის მოვა არ ვიცი და ისეთ მარაზმ რაღაცებს ვისმენ ამ ხალხისგან ეხლა რომ რაღაცა ტექნიკა გამოგვიგზავნეს და არც მიმართულება მისცეს, არც რაღაცა შევსება გაუკეთეს, აქ ჩამოვიდა ხიძახის ეს ტრაქტორისტიო დიზელი აქ მოვუწია ჩემთვის და ვინ ჩამისხავს და ნუ აი ისეთ რაღაცებს ვისმენთ ადგილზე აქ უკვე ნუ როგორ გითხრათ არავის დარბს იმედი არ გვაქვს. ჩემთან იქნება დაახლოებით 1-7 ჰექტარი საშუალოდ. აი კიდე იმხელა ტალახი არის და ეხლა ხევი მაგალითად ისევ შიგნით მიდის. ეხლა დღეს დაურეკეთ რომ იქნებ რაღაცა ტექნიკით მაინც ისეთ მართულებაო რომ ის რაც გადარჩენილია ხო იმასაც ვერ უვლით წყალი პირველმა თულამდე წყალი. ფიზიკურად ვერ აღვადგენთ ისი არის ზოგან მუხლზე და ზოგან კიდე მაღლა ტალახი და მიწა ქვა და რა ვიცი ხეებია ისეთი რომ შეიძლება ხელივე შემოაწმე იმხელა ხეებია შეტანილი. მაგას ეგ რო გავასუფთავოთ ვენახიც უნდა გასუფთავდეს, ანუ მთლიანად უნდა გაიხვეტოს ასე ვთქვათ ტრაქტორით რა მთლიანი, მაგრამ იმხელა ხარჯებთან არის ეგ დაკავშირებული რომ ფიზიკურად ვერ შეძლებთ ხა იმ სპეციალისტების განმარტებით საქართველოში სტიქიური მოვლენების პროგნოზირების სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა რეალური პრევენციის და ინფრასტრუქტურული დაცვის კუთხით ქვეყანა კვლავ დაუცველია. საქართველოს მეტეოროლოგიური კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ერაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სტიქიასთან ბრძოლა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ეს არის ინფორმაციის ფლობა, პროგნოზირება და უშუალო პრევენცია. მისი თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზირების კუთხით ეფექტურად მუშაობს, თუმცა პრობლემა იწყება იქ, სადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, აქ სუსტი რგოლი ინფრასტრუქტურის არარსებობა ან მისი გაუმართავობა. ამ შემთხვევაშიც თელავში ქალაქის დატბორვის მიზეზი მისი შეფასებით არა უხვი ნალექი, არამედ წლების განმავლობაში მოუვლელი საინჟინრო ნაგებობები გახდა. შესაბამისად, როგორც სპეციალისტი ამბობს, ქვეყანას სჭირდება სტიქიასთან ბრძოლის კომპლექსური გეგმა, რაც გულისხმობს შესაბამის საინჟინრო ნაგებობებს და შემაკავებელ ჯებირებს, წინასწარ განსაზღვრულ საევაკუაციო გეგმებს და უწყებათ შორის მჭიდრო კოორდინაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ის ამბობს, მსგავსი სტიქიური მოვლენების წინაშე ქვეყანა ყოველთვის მოწყვლადი დარჩება. შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს რისკიან ადგილებზე. ეხლა ისევ გარემო ეროვნული სააგენტო უნდა ვახსენო, მათ კვლევებს ყოველწლიურად ატარებენ. თითქმის და განსაზღვრულია კონკრეტული ლოკაციები, ეს მეწყლის მიმართულებით იქნება, წყალმოვარდნების მიმართულებით იქნება, ღვარწოფების მიმართულებით იქნება და ასე შემდეგ. უბრალოდ რეაგირების კომპონენტში მოიკოჭებს სახელმწიფო იმაში, რომ არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ჯებირები, ანუ საინჟინრო სამუშაოები არ არის ჩატარებული, თუ სადმე არსებობს ზოგ ადგილზე მიტოვებულია. ერთია, როდესაც გაქვს ფათ შეიძლება გქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამართული, მაგრამ ამას მოვლა ჭირდება, გაწმენდა ჭირდება და ასე შემდეგ. და კახეთში რაც მოხდა კონკრეტულად, მე ჩემ პირად საათს გეტყვით, რომ აქ უფრო მეტად გაუმართავია ინფრასტრუქტურის
მიზეზი იყო. მსგავს სტიქების თავიდან აცილება ძალიან რთულია, მაგრამ მინიმიზაცია მაინც უნდა ხდებოდეს, როგორც მინდა. თელავის სტიქიამ დღის წესრიგში დააყენა ქონებრივი რისკების მართვის და დაზღვევის კულტურის საკითხები. საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სტიქიასთან ბრძოლა არა დაზღვევის, არამედ რისკების პრევენციით და მკაცრი ზონირებით უნდა იწყებოდეს, რადგან დაზღვევა ვერ იქნება ეფექტური, სადაც სახელმწიფო მკაცრად არ განსაზღვრავს, სად არის მშენებლობა დაშვებული და სად კატეგორიულად აკრძალული. უბრალოდ ამ საკითხზე 19 საათიან გამოშვებაში გიამბობთ. მადლობა ეკა, ეს ეკა გაზდელიანი იყო.